ძალიან ლამაზია. როგორ ახარ? ძალიან კარგად. თქვენ როგორ ბრძანდებით? თავად. აი, ჩვენ დაშინებული. გესალმებით ყველას, ძვირფასო მეგობრებო. ასეთ კაბილად დამიბედით ნიკოლოზ ბატონო. სახალწლო ტკბილეული რა თქმა უნდა. არ ჩვენ არ გვაქვს არაფერი ჯერჯერობით მოგატოვე. და ეს არის მრავალშობა ახალწელს დაგასწროთ ღმერთმა, სულ ჯანმრთელად როიყოთ, კარგად როიყოთ, გულშემატკივრები და მოყოლებული, ყველას ულოცავ შობა ახალწელს. დიდ რომ მიულოცავ ხა ჩემს სტრატეგიული ადგილი დაიგავეთ. რამე ტყდებაში დავიწყოთ მილოცე. მეც მინდა რამე არა. ერთი წუთი ახლა მაცა. ეხლა უნდა ეკაკებით რა. ჩვენს მუზეუმში. ასტუმარი შემოვიდეს, არაღაცა იყოს გაუჩნდა. გაბატონაირა, ერთი შეკითხვა მაქვს მე. გაგვახსენეთ, რამდენი მოიგეთ? 400 ლარი. რაში დავხარჯეთ? არ მკითხო. ნუ გარიტყვი. დავხარჯებთ მისალმებებს და მილოცვებს და მე მისალმებებს დაათავ აუცილებლად. და მე გაგესაუბრებთ რა. მოსკოვში ჩემ შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს სიძებს ძლებს რა თქმა უნდა. სოჩაში ძმისშვილებო, რძლებო, სიძეებო, ყველას გილოცავთ შობა ახალწელს დაგასწროთ ღმერთმა მრავალ და მრავალ. აქეთ ისრაელს უნდა მივესალმო, ახალი წელი უნდა მოულოცო მულებს, მულიშვილებს, მის შთამომავლობა და ლუბა ფიჩხაძე მეზობელია, ჩემი ლუბა ფიჩხაძის თამადობით ყველა ისრაელის ხალხს ულოცავ ახალ წელს. გაიხარონ. მშვიდობა ეხნეთ. ბატონო, ისე ჩვენ ამდენი ხანი ეთერში ვართ და რამდენი მეგობრები გყავს საზღვარგარეთ და ჩვენ მოვიფიქრეთ რომ მიულოცოთ ჩვენ. კარგით, 1-2 სიტყვით ჩვენ თქვენ ანკეტას გადავხედეთ რაღაცები, ნუ ისევ ისეთი ბრძანდებით, როგორც ანკეტა იყო, თითქმის არაფერი შეცვლილა. უბრალოდ მე მარტო თქვენს საყურადღებოდ არ ვამბობ, აი საქმიანობაში გიწერიათ დიასახლისი პენსიონერი. რა ვქნა? ხო და ეს ხალხი თვითონ დიასახლისი პენსიონერი, ჩვენთან არ არიან დასაქმებული და ყოველ ორ თვეში ერთგან გამოივლიან, წაიღებენ ფულს და წავლენ. ეს არაფერია. ის არ ჩამიწე, დამიწყებია სხვათა შორის. მუშაობ გააცნე მოიგეში. მივდივარ ვახეთხი და მომაქვს. კი ბატონო, დასაქმებული ასე რომ აი ხარა კი ესე იგი მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ ახლა? ახლა კი ნამდვილად წავარ ისრაელში აღდგომისთვის, ამიტომ ჭირდება 1000 ლარი. ხო. ახლა დღეს თუ მოიგეთ 1000 ლარი, ეს თქვენ მე რო ვაკვირდეთ არა შემოგეხარჯება თქვენ ეს. არა. ხო და ორ თვეში გამოგვიანეთ და ჩვენ ვაფინანსებთ. არა 1000 ლარი არ აყოფა იქ ვიზის მოსაგრებელი ფული გინდა, იქ ტრანსფერი, სასტუმრო ჯავშანი გინდა. არა, ტრანსპორტი, ჯავშანი და იგი რა ქვია, სასტუმრო და ასეთები მე არ მინდა, იქ იმდენი ხალხი ხდება. ოღონდ წავიდე და თლად შემომარობიებები და ძალიან კაცი არის აგერთო გამოგდა. კი ბატონო, წამოსვენით ბატონო. კარგით, ისრაელში ვარ დაპატიჟებული. კი. 220 საკრებავს შეგვიძლია წავეყანო. ნამდვილად ყველას პატიჟობთ, ყველას მიგიღებენ გულია. ცეკვის ანსამბლი რომ მიდის. კარგით, შეგვიძლია დავიწყოთ, მე მგონი. ძალიან კარგი, გაბატონაირა, მე მაინც ვიცი რომ იცით, მაგრამ უნდა შეგახსენოთ. არის 5 წუთი, პირველი არის 50 ლარი, მეორე 100 ლარი, მესამე 200 ლარი, მეოთხე 400 ლარი, მეხუთე 1000 ლარი. თქვენ შეგიძლიათ მოგებული წუთის შემდეგ თანხა აიღოთ და წაბრძანდეთ, ან გააგრძელოთ თამაში, მაგრამ თუ გააგრძელებთ და ვეღარ გავაცინებთ ჩვენ ჟიურის, თანხას დავკარგავთ. გვახსოვს, ვიცით, მზად ვართ. დარწმუნებული ვარო დღეს 1000 ლარები წავა აქედან ბევრი. მაშასე მზად ვართ? მზად ვარ. 3 2 1 მამაჩემმა ღორებს დაუსხა საჭმელი როფიაზე. ერთი სასახელო მამალი ყავდა დედაჩემს 10 დედალში და მივიდა მამალი დიდი სამბე ჩაკრა თავი ამაში, გადმოვარდა მამალი უთაოთ. ახტა, დახტა, წყილი და ჭენჭველას არყო შეახტა ღორებს, შეიქნა კივილი, წივილი, აქეთ ღორები გარბიან, აქეთ მამალი ხტი ზევი და ქვევით და ბოლო რა ვარც იქნა დააწყნარეს ეს მამალი უკვე გაკლიჯეს, გამოგლიჯეს და არაფერი აღარ დარჩა მამლით. მოვიდა დედაჩემი შექმნა კივილი, წივილი ერთი ამბავი, ჰაი, ჰუი, რა ამბავია იქით აქეთ. ხო და ბოლოს ეუნება დედაჩემი. ვალიკო მესხია. ხო დავიღუპე 10 ქათამი. 10-ვეს მოჩინჩლავ, 10-ვეს კვეცხებს დაადებიებ, თორე ვაი შენი ბრალიო.
ნიკოლოზ რაო. არა, სტრატეგიული დავალება კი მიუღია. სერიოზულად. რა დღეო. ახლა მამა რა უთხრა? რა პაუზა იყო? რა უთხრა? 50 ლარი თქვენია, ქალბატონო ნაირა, არ დახარჯოთ მამის პასუხი. რა იცით იქნებ 100-ში გამოგვადგეს 100 ლარიან წუთში ვაგზელებთ, რა თქმა უნდა. კი. მაშინ 1, 2, 3, მამა მიუგო. აი, ქალო ნუყვირი ხარ, დაწყნარდი, დამშვიდი, რა გაყირებს, რა იყო? რა მოხდა? ამგესაც მოვჩინჩლავ, ინგესაც დავადებიებ კვერცხებს და ბოლოს შენს მიგაჩინჩლავ, ქალო, ოღონდ დამანებე თავიო. ხო და ადგა და გაჩუმდა რა უნდა ეკნა. ახლა ჯუმბერიას ყავდა ძაღლი ერთი კვერცხი ჭამია. ხო და მოკიდა ჯუმბერიამ ხელი წამოიყვანა საღორის ტყეში, დააგდო აქანე და დატოვა და წავიდა. გულმოსულმა. გამოიარეს ბიჭებმა დაინახე ჯუმბერია ძაღლი, მოკიდა ჯუმბერია ძაღლს ხელი, ხო და ადგე და წაიყვანეს ისევ, მხოლოდ ტრაფარეტი გულზე. ტრაფარეტზე აწერია: გამარჯობა ჯუმბერია. შემომიშვი სახში. აწი კვერცხი თუ შევჭამო, შენ უკანაშიო. მაგრამ შეცვალა ისეთ მაშინ. ალბათონო ნაირა 100 ლარი თქვენია. კარგად მიდიხართ, რაღა დაგიმალოთ და ამიტომ ბიჭებო და ვაგზელებთ. ჩუმრეთ. ვიცი რომ დღეს ყველა 1000 ლარზე იბრძოლებს გული მიწრებს. 3, 2, 1. ჩემი გოგო აბარებდა გამოსცემს 78-იან წლებში სამედიცინოზე. ხო და ვზივათ ახლა გარეთ იმაში რა ქვია ეზოში ქალები და კაცი ზის ჩემს გვერდში. ხო და გამოვიდა ერთი და 3-იანს უჩვენ. არა უშავს პარტინი, არა უშავს მეორეში მაინც მიიგე 4-იანს უთხრა. გამოვიდა მეორე 4-იანს უშვერებს იმას არა უშავს მოკიდა ხელი ამგენ წადა გამოვიდა ამ კაცის ქალიშვილი. მამი! მამი! ხუთი მამი! ხო და წამოხდა აი კაცი და ეუბნება. ვა! იცი ჩემმა ქალიშვილმა და თუ გინდაო? ქალბატონო ნაირად წელს ქვემოთ ირტყმეინება და ირტყმეინება. ახალი წლის ბოლოა თუ არა მე არ ვიცი. ესე როდე ვიწყეთ ქალთვის კვერცხებიდან? მივედით უკვე. ბოლომდე მომთავრე თავს. ქალბატონო ნაირა გილოცავთ 200 ლარი თქვენია. შეგიძლიათ გაჩერდეთ და ამთავროთ თამაში. მაგრამ მე უნდა გაგაფრთხილოთ, მაინც უნდა გაგაფრთხილოთ. ამდენი წელსქვევით ყურება არ შეიძლება, ხომ ეთანხმებით ბიჭებო? ავიწიოთ წელზევით. წელზევით. თორე 200 ლარი თქვენია. მოცილდეთ წელს. ხო, მეზობლებთან გადავიდეთ. რა შვებით, ვაგზელებთ? რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ რა იქნება ეხლა. 3. აბა რა იქნება? 1. მე და ჩემი და ვზივარ სამზარეულოში ვაკეთებ ხაჭაპურებს, დაგვცხა სიცხეა და გავაღებ ფანჯრები და ქარია ქუთაისის სულქარია და შემოვარდა მტვერი ნაგავი თვალე ფურცებ ყველაფერი და ვაიმე ამის შემოდნას ამ ოხეტიენისას ერთი მეშოკი ფული შემოვარდნილი ხო იყო კარგი თქვა. რამდენს მომცემ დამიკაჩა ჩემადამ თვალები. 100,000 მაინც მოგცემ თქვა. ორო, რა იყო? 100,000-ის მეტი არ გემეტება ერთ მეშოკში? გაჩენუგდია, მეორეს მოფრინავს, ეგერ გაჩვენ ცოტა ხანი გაჩვენ. მაგრამ არ შემოფრინდა არც ერთი. თბილისში ცხოვრობს ერთი ჩვენი ძალიან ახლობელი ნატო. ხოდა ეშინია ძაღლის სიგიჟემდე და გავიხედე ბულდოგი მოდის და მაზლთანა გადასული გამოვიდა იქი და მოდის წითელი ხალათი მოცული და გახედა რას ხედავს 52-ო. გახედა რას ხედავს ძაღლი დგას ასე თვალებთან კაჩერი და ეს იყო ყველაზე მაგარი შეხედვა და შეფასება. რას ხედავს 52-ო? ვახო მუსიკაშვილს გაეცინა. ოღონდ 55 წამი იყო, ვახო? რაზე გაგეცინა? 52-ზე გამეცინა. 52-ია სასაცილო თორე აბა 13 წამი. ხო და ჭამი ახალწელს პლასმასის გათამი ახლა. რა მე გილოცავთ 400 ლარი ისევ შეძელით და თქვენია აპლოდისმენტები. იქნებ აეხლა გაგვიმართლა. მოდი ვთქვათ რომ გაგვიმართლა.
გაგეცინა რაზე რიცხვზე რა ვიცი იქნებ გავჩერდეთ და ისევ 400 ლარით და ვიცი ისრაელისკენ გზა გამიყვალოთ ამიტომ აირა რას ფიქრობთ რას ჰოდი ლაბოდი მოდელარა დავჭერდები 400 ლარს რა ხნა ეგება ჯინაზი არ გაიცინოს არა ეგ ნიკოლოზი ესეთი ჯინაზი არ გაიცინოს არა საბოლოო გადაწყვეტილება კარგად და სპეციალურად გაიცინებს იმიტომ რომ ზემლიაკი ვარ მისი ეგრეც არ შეიძლება ვისთვის არ მიუტანიათ ბაბანერკა და შოკოლადი არ შეიძლება გადაწყვეტილება საბოლოოა ვწყვეთ თამარს ვწყვეტავ ისევ 400 ლარი აპლოდისმენტები წავიდა კამარა გილოცავთ გამარჯვებასაც ახალწელსაც და ყველაფერს და მრავალ შეგას მადლობა ძალიან დიდი ედნიერი ახალწელი გამოტონა ავით ყველას გილოცავთ ხალხო დიდი მადლობა ყველას გეხუტეთ ყველას კოცნი ედნიერი ახალწელი ნახოთ